მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ლეგენდარული კოლინ მაკრეის Ford Focus W100-ის ანუ რალის მანქანას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო საკოლექციო მოდელების მაღაზია Hobby Shops, რომელიც მდებარეობს დოლიძის 48-ში, ვიქტორ დოლიძის 48-ში, ეს ფიზიკური მაღაზია, ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ ინტერნეტში Hobby Shop-ზე. ყველაფრის ლინკი აღწერაში იქნება. ძალიან კარგი მოდელები აქვთ, ასევე დაგაკვალიანებენ. ხო ესეა? რა თქმა უნდა. თუ პირველად მიდიხარ და არიცით რა იყიდოთ, როგორ იყიდოთ, რა მასშტაბის, რა ხარისხის და ასე შემდეგ, ასევე დაგაკვალიანებენ. მოკლედ ძალიან მაგარი მაღაზია, ყველაფერი აღწერაში იქნება და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მოდელი შეიძინოთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ამ მოდელისთვის, იმიტომ რომ კოლინ მაკრეი ძალიან მაგარი სპორტსმენი იყო. დიდი მადლობა Hobby Shops, დიდი მადლობა ლევანს. ესეთი კარგი მოკითხვა აკედა თან. მოკითხვა ჩვენგან. ბრენდზე მართლა ლეგენდარული ავტომობილი, ლეგენდარული პილოტით. მოკლედ რომ გითხრათ, Subaru Impreza რო ესეთი მაგარი ცნობილი მანქანაა, ამ ადამიანებს დამსახურება რა, ესეც პატარა სპოილერი ეკლავ უცებ რა. ნამდვილად ეგრეა. სანამ ამერზე დავიწყებ და კოლინ მაკრეიზე დავიწყებ რაც გინდა რომ თქვა, მაგრამ ჯერ არა. იმიტომ რომ ვიდეოს უნდა უყურო. არხი გამოიწერეთ. არხის ხო, მაგრამ მე მეგონა გათამაშების წესი. არა, გათამაშება ჯერ არა, გათამაშება მე. ხო, არა, მაგაზე წავედი უცებ. ხო, პირველ რიგში სანამ ვიდეოს დავიწყებთ, როგორც ყოველთვის არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო დააიქოთ, გააზიაროთ, კომენტარი დაგვიწეროთ და არ დაგავიწყდეთ, რომ 10,000-მდე სულ ცოტა დარჩა და 10,000 გამომწერზე მთავარი სურპრიზი პირველ ვიდეოს გაჩვენებთ, რომელიც ერთი რვა მასშტაბისაა, მარტო ჩვენს კოლექციაშია და ყველას გვიყვარს. პირველი ვიდეო გაეშვება 10,000 გამომწერზე. და სხვათა შორის აი ეგ ჩამონათვალე, ხო არხის გამოწერა, გაზიარება, დალაიქება და ასე შემდეგ. ხო, ხელს შეგიწყობთ აი ესეთი ავტომობილები. მაგასაც მოგებაში. და სხვათა შორის ეს არის რაც გათამაშდება ამ ვიდეოთი. ეს არის ჩემთვის პირადად ბურაჯოს კოლექციაში რაც აქვს ფორმულა 1-ები ყველაზე ლამაზი და საუკეთესოდ გაკეთებული მოდელი. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ მანქანას, ხო, ფორდზე ეხლა არაერთხელ მოვყევით ისტორიები. ბევრი ვიდეოები და მაგიტომ აღარაფერს აღარ ვიტყვი რა, კონკრეტულად ფორდის ისტორიასთან დაკავშირებით. სანამ დავიწყებ ბრენდზე ვიტყვი ორ სიტყვას და მასშტაბზე, ხო? კი ბატონო. დიაგოსტინის წარმოების არის 1901 წლიდან აწარმოებენ დიაგოსტინი მოდელებს, რამოდენიმე ბრენდი არის გაერთიანებული დიაგოსტინიში, ანუ დიაგოსტინი არის გამომცემელი. და რამოდენიმე ბრენდია, იტალიური ბრენდი არის რა და ერთ-ერთი არის ეს, თვითონ თავისი ხაზი აქვს. კი. საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია თუ გინდათ რომ დაიწყოთ კოლექციონერობა. და სხვათა შორის sakmaud ხარისხიანი არის. აი გინდა დეკალები, გინდა დისკების თვითონ ეს დიზაინი, ავტომობილის აი ფარები გინდა, კარგი დეტალიზაცია აქვს. ასე რომ წაგებულები ნამდვილად არ დარჩენს რა. დასაწყისისთვის იდეალურია რომ დაიწყოთ რა. თან აი კოლექციონერობა ხო, ეხლა ჩვენც რა თავიდან კისმარტებით დავიწყეთ. სიმართლე რო ვთქვა. სათამაშოებით, კი ბატონო. ეს კიდე ნამდვილი საკოლექციო მოდელი. აგე რამოდენიმე ხუთი გვაქვს სავსე მანქანებით და მაინც ვინახავთ. მაგას რომ თქვენი ბავშვობიდან მოდის ეგ ერთ ვიდეოში 90-იანებზე იყო ვიდეო რა, ინტერნეტში წავაწყდი და ჟიგულის თემა იყო რა და
ეს ვიდაამთავრე ეს ვიდეო გვახსოვდეს საიდან მოვდივა. კი ბატონო. ეგ ამბავია რა. ხო ესე დაგილაგებ რა იმ სმარტის მანქანას ერთად და გეტყვი გახსოვდეს საიდან ო დაახლოებით. ოღონდ როდის იცი? ერთი რვა მასშტაბს რო დადებ. ამიყვანეთ აბა. ხო. მოკლედ. რაც შეეხება კოლინ მაკრეის. აი შედარება რო გავაკეთოთ, ხო? სხვა ლეგენდებთან რა. ხო. აი ეგეთივე იყო, ეგეთივე ამბიციური. სენას ეგეთივე აი მაქსიმალურს რო მაქსიმალისტი. ხო, აი მაქსიმუმი რო უნდა და მანქანიდან გამოეღო რა. ეგეთი იყო სენა, ეგეთი იყო ჰანტი, შუმახერი. ეგეთი იყო შუმახერი, კი ბატონო. კიდე გამოცხენდება კიდე. ეგეთი იყო ის იტალიელი რო იყო სუპირველი გაწველი. მოიცადე 50-იანი წლების. აი თუ გამახსენდა ვიტყვი მე მაგას. არა და ენის წვერზე მაგას. ხო. აგერ შოტლანდიელი ხუან მანუელ ფახიო. გავიხსენ. ვაფშე იტალიელი არ იყო ეგა. ბრაზილიელი იყო თუ ხო ლათინო ამერიკელი ლეგენდა. ხო კაცი. ლეგენდა. კი ბატონო, ეგეც როგორ თან მაშინ აი მაშინ იყო მანქანა და მძღოლი, არანაირი იქ დახმარებები და ესეც ელექტროობა და ასე შემდეგ. კი. ყველაფერი იყო ადამიანის რეაქციაზე. ძღოლის ენერგიაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული და მანქანაზე. ესეც ესეა. ხო. არა, ეს თქვათ ესე არ არის უკვე თანამედროვე ხა 90-იანი წლების ავტომობილებია, კიდე ეს ავიღოთ, კიდე ეს ავიღოთ. სუბარუს გარეშე არ გამოდიოდა. ხო, ყველაზე დიდი წარმატებები სუბარუში აქვს გაკეთებული. სხვათა შორის მაგის სუბარუ ზუსტად. ხო. აუქციონზე გაიყიდა, შორტი დევს ჩვენ სახლზე და შეგიძლიათ ნახოთ. ხო, თან მაგას რო ვთქვათ, რომ გენში ქონდა რა ეს. ხო. რბოლები, იმიტომ რომ მამამისი იყო მრბოლელი, თან რალის მრბოლელი იყო და სხვათა შორის არაერთ გზის ბრიტანეთის ჩემპიონი, 5 გზის britanetis ჩემპიონი. შიდა ჩემპიონატში. ხო. და ბავშვობიდანვე ხლა რო ხედავდა მამამისი როგორ დადიოდა და რა მანქანები დადიოდა, თვითონაც ეთყობა შთამომავლობით ნიჭი აღმოაჩნდა რა. თავიდან ბავშვმა პატარაობიდან დაიწყო მოტოციკლეტებით და სხვათა შორის სიცოცხლის ბოლომდეც კი მოტოციკლეტებით თავიდან ხო შეჯიბლებებში იღებდა მონაწილეობას რაღაცა. მერე უკვე თვითონ აი ბოდიში მაგ სიტყვაზე და თავის კაიფს ისწორებდა რა. მე მრბოლევია ასე. მერე უკვე ცოტა რო წამოიზარდა და რაღაცა, მერე უკვე გადავიდა 4-მორბლიან ავტოტრანსპორტში, ეგრეთ წოდებული ავტომობილში, კი ბატონო. მაგ დროს მაგას ყავდა პონი ტრაბანტი იყო თუ რაღაც ეგეთი პირველი მანქანა, რითიც დაიწყო რბოლები, მერე იყო ვოქსჰოლი, ანუ ოპელ კორსა ანუ რა. ვოქსჰოლ კორსა. ხო, ვოქსჰოლ კორსათი. იქ ბრიტანეთში ეგრე სადაც იმის რა ქვია, შოტლანდიის ჩემპიონი გახდა. კი. მაგ ავტომობილით და მერე უკვე ბრიტანეთში რო გადავიდა, მერე იქ უკვე Subaru-ს პირველ ვერსიაზე დაჯდა, ოღონდ იმპრეზა არა. ის იქნებოდა, რა ქვია. ლეგასი იყო. ლეგასი. ხო. მაგითი გამოდიოდა შეჯიბრებებზე, მანდაც ნუ მოიგო რამოდენიმეჯერ, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, აი უпроსორად ბრიტანეთის ჩემპიონი. მაგრამ იყო როგორ იცი, აი ადამიანს რო არაფრის არ გეშინია, მით უმეტეს გზაზე. აი რო არ მოგაწყო დაახლოებით 1 მილიონჯერ აქვს ავარია გაკეთებული. ბრუნების რაოდენობით რეკორდი აქვს მოხსნილი, იმდენი ბრუნია გაკეთებული ავტომობილით. ამოყირავება ეს. ხო. და მე მგონი ხეების მოგლეჯვის რაოდენობითაც მგონი პირველ ადგილზე. რალის მუღამით ხო ეგ არის. ხო.
და ესე ნელ-ნელა ეტაპობრივად ნაბიჯ მიაღწია მსოფლიო ჩემპიონატამდე. უკვე უმაღლეს კლასში რო გადავიდა, რალის უმაღლეს კლასში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, ისევ და ისევ Subaru Legacy, თოღოთ უკვე 90-იანი წლების გამოშვება, რომელიც რო უკვე დანავაროტებული იყო და აი გაჩუნინგებული მაქსიმალურად. ხო, თან მაგათაც ლიმიტი აქვს 300 წლების ძალაზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს. ეხლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ ასე იყო. აუცილებლად უნდა იყოს კვადრო და ნუ ეგენი უკვე შეიძლება. კარკასი, უსაფრთხოების კარკასი, დუბლები და ამე. აუცილებელი ატრიბუტი არის ავტომობილში. და რაც მთავარია, მანქანა მოძრაობდეს. სულ ორი ბორბალი დარჩეს, მაინც უნდა მიხვიდე ფინიშამდე რა. მომენტ რაღაცას ვიტყვი რა. ჩემთვის, აი ხო არის ბევრი სპორტი, დრიფტის ანახაობრივია, ფორმულა 1 ნუ სოფლიო დონის სპორტია და მაგარია, მაგრამ რალი არის ყველაზე მაგარი რა. და რატო ესე ყველაფერია ვაფშე. დრიფტიც არის საერთოდ ყველაფერი არის. ანუ რალიში რაც მოხდება, იქ სხვაგან ეგ ვერ მოხდება რა. აი ყველაფერი შეიძლება მოგივიდეს. კი. აი შოუ არის იდეალური რა. ის გვერდში რო უზის რა. штурмანი ხო. რო უზის გვერდში მაგადან აი ინფორმაციას რო ვიღებდი რა. ესე იგიო, მაგის გვერდზეო საშინელება იყო რა ისი ატარებდა მანქანასო. ვინც კი ყავდა штурмანი ყველას რო იგებდნენ კოლინ მაკრეის штурмანი რო ყოფილიყო. საგან არ ვიცი რა ებართებოდა. შეწარმოიდა. მე უკვე Subaru Impreza-თი ჩაანაცვლეს. Subaru Impreza STI. ხო, თან ის თამბაქოს რეკლამას უკეთებდა თვითონ კომპანია თამბაქოს კომპანია აფინანსებს. ხო, რაღაც ის მასშტაბში. 3-5-იანი იყო ეგეთი სიგარეტი. ხო და თვითონ ის რა ქვია იმას დეკალები ხო 3-5-იანით გაითქვა სახელი ფაქტიურად რა. ანუ სოლიდოს ყავს გამოშვებული იმენა კოლინ მაკრეის მანქანა. 1.18 მასშტაბში ზუსტად ეგ მანქანა რაზეც ლაპარაკობ. კი, მაგის მერე გადავიდა ფორდში. იქაც გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხო, Subaru-დან მერე ფორდში გადავიდა კონკრეტულად ამ მანქანაზე უკვე. ამ მანქანით გონგავდა რა. მაგიტომაც არის ეს მანქანა. ხო. და მე დაჟე პეჟოში გადავიდა ბოლოს. პეჟოში მაგრამ პეჟოში რო გადავიდა, ხო, იქ უკვე ისეთი უკვე რატომღაც სიფრთხილე დაიწყო, რისკზე იმდენად აღარ მიდიოდა. ხო, ნუ არ ვიცი, შეიძლება ასაკმაც იმოქმედა რაღაცა, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო მაგისი დასასრული. რატო დაიმტრა? გაგიკვირდება და მანქანით არა. აბა უყვარდა კიდევ ერთ ფრენით ფრენა. ხო, ფრენა. რომელიც რო ინსტრუქტორმა ასწავლა, ხო, თვითონ თავისი ორი ახლობელი და თავისი 6 წლის ბავშვი ეჯდა მანქანაში. მანქანაში არა, ვერტ ფრენში რა. და ნუ პოლიციამ როგორც დაადგინა და რაღაცა იმდენად დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა რომ ხეს წამოსდო ისაო რა პროპელერი თუ რაღაცა და მაგან გამოიწვია, ჩამოვარდნა და ადგილზევე დაიხოცნენ. უი, საოცრები. სხვათა შორის მის გასვენებაში აუარება ხალხი მოვიდა. ლეგენდარი. მათ შორის შუმახერიც იყო და აი ლეგენდარული ბრბოლელები ვინც კი იყვნენ რა. ხო, ეგენ ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ. ხო და ყველაზე მთავარი რა არის, რომ იმდენად უყვარდათ ხალხს ეს კოლინ მაკრეი თავისი ამბიციურობით და თავისი რისკი და იმითი რომ ვისაც კი Subaru ყავდა ხო ყველა ჩალიჩობდა რომ იგივე არა გამოვიდნენ სულ ყველანი წარმოიდგნენ და მანქანებით მისაპატივსაცემოთ კოლინ მაკრეი დააწერეს მანქანებით რა მაგარია მაშა ეგეთი ისტორია არის უკაცრავად ეგეთი ისტორია არის აგერ ამ პიროვნებასთან მაგარი ისტორია გამოვიდა ხო
ხო ასე რომ ეს მოკლე ისტორია მოვყევი მაგ პიროვნებაზე და რავი დანარჩენი თქვენ ხო აი ამ ვიდეოს ნახვები არ გქონდეს პოსტაზე თქვილი იქნება რა ხო და გადავიდეთ ახლა მთავარ საკითხზე ახლა გადავიდეთ აგერ მთავარ საკითხზე ყველაზე ლამაზი ალფა ხო რომელიც მოდი ამასაც გავხსნით თქვენთან წამოვა თუ წესებს სწორად შეასრულებთ ხო ნუ თან ნუ მოდი ჯობია ისევ გავიმეოროთ ხო აბა არა რა თქმა უნდა მაყურებლებმა იცოდნენ აი ამ სილამაზეს ვათამაშებთ და ესე ჩვენი პირადი კოლექციიდან ეს არის სანამ წესებს ვიტყვით ეს არის ბაჰრეინის 2022 წლის ბაჰრეინის გრან-პრი სპეციალურად შეხვდნენ სეზონის დასაწყის პირველ რბოლაში იყო და ჩემთვის ულამაზესი ავტომობილია რა ხო და ეხა კიდე წესებს ვიტყვი წესები უსვლელია როგორც ყოველთვის ვიდეო უნდა დალაიქოთ არხი უნდა გამოიწეროთ გამოწერა უნდა გქონდეთ საჯაროზე დაყენებული იმიტომ რომ მე რომ შევამოწმებ უნდა დავინახო რომ გამოწერილი გაქვთ ნამდვილად ზარის ღილა კი უნდა გქონდეთ გააქტიურებული უნდა დაწეროთ ერთი კომენტარი უნდა გააზიაროთ Facebook-ზე და ამ წესების შესრულების შემთხვევაში როცა ყველა წესს შეასრულებთ გადმოგეცემოთ და ხო მთავარი გათამაშებინან ერთი კვირის განმავლობაში გადმოგეცემათ ეს ბოლიდი და ერთი კვირის მანძილზე უნდა დაგვიკავშირდეთ რას კითხავ სხვათა შორის ზაუბერის იმით არის ზაუბერი აგერ ზაუბერი მოტორსპორტ ხო აი მაგისი ჰოლოგრამით არის ანუ მაგის ლიცენზიით არის მოკლედ კიდევ თან რომ გავიმეოროთ რა მასალებს ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კი ბატონო მოკლედ წესი პირველი ვიდეო უნდა დალაიქოთ არხი უნდა გამოიწეროთ გამოწერა უნდა გქონდეთ საჯაროზე დაყენებული აუცილებლად იმიტომ რომ მე რომ შევამოწმებ უნდა დავინახო რომ ნამდვილად გამოწერილი გაქვთ ვიდეო უნდა გააზიაროთ Facebook-ზე და პოსტი უნდა იყოს საჯაროზე დაყენებული კი ასევე YouTube ვიდეო ანუ YouTube-ის კომენტარებში ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარი უნდა დაწეროთ და პროგრამა რენდომაიზერი პროგრამა რენდომის პრინციპით აგარჩევთ ოღონდ როცა გათამაშდება ერთი კვირის მანძილზე უნდა დაგვიკავშირდეთ და ბოლიდი გადმოგეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა წესი სწორად იქნება შესრულებული. ანუ რა გამოდის რომ დღეს რო ვათამაშებთ დღეს ხო არის პარასკევი დღეს რო ვათამაშებთ იქეთ პარასკევს შემდეგ პარასკევამდე უნდა დაგვიკავშირდეს ხო რომ შემდეგ პარასკევს ჩვენ უკვე უნდა გამოვაცხადოთ ვინ მოიწვა ხო თუ არ დაგვიკავშირდებით ან რომელიმე წესი არ გექნებათ შესრულებული ავტომატურად გადათამაშდება შემდეგ თვეში გადათამაშდება მოდელი როგორც არაერთხელ მოხდა სამწუხაროდ ხო მართლა ვერსტაპენის მანქანაზე კი ხო და ისე ყურადღებით უნდა უყუროთ ვიდეოს რა კი ბატონო იმიტომ რომ აი მე რო ვიყო ხა და ამ ბოლიც რო უმიზნებდა ესე ვთქვათ ყველა წესი მექნებოდა უეჭველი შესრულებული იმიტომ რომ აი შეიძლება კამერებზე არ ჩანს ეს ნუ რამდენად ლამაზია მაგრამ რეალობაში ვისაც გადმოგეცემათ და ნახავთ დამერწმუნეთ რომ ძალიან მაგუფილი დარჩა კი ბატონო კარგით ახლა დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჰობიშოპს აი ესეთი მაგარი საჩუქრისთვის იმიტომ რომ ეს ვიდეო ამ არხისთვის საჭირო იყო რა თქმა უნდა კარგით აბა კარგად ვანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე
რა